Ყოველი მთავარი ომი ქმნის ერთ ტექნოლოგიას, რომელიც წესებს ცვლის. პირველი მსოფლიო ომი იყო ტყვიან ფრქვევის ეპოქა, რომელმაც ღია ველზე ქვეითთა შეტევები მასობრივ თითქმულობად აქცია. მეორე მსოფლიო ომს ჰქონდა ავიამზიდი, რომელმაც საბრძოლო გემი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟულ იარაღად ითვლებოდა, სხვაზე გადამწყვეტ ძალად აღარ დატოვა. ცივ ომს ჰქონდა ბირთვული იარაღი, რომელმაც დიდი სახელმწიფოების შორის სრული ომი ასაცილებელ მოვლენად აქცია და არა მოსაგებად. რუსეთის უკრაინაში შეჭრა ქმნის ამ ყველაფრის საკუთარ ვერსიას, მაგრამ ამჯერად ეს საერთოდ არ არის ერთი კონკრეტული იარაღი. ამის ნაცვლად ჩვენ ვუყურებთ იარაღის მთელ კატეგორიას, რომელიც ათასობით ერთეულად მასობრივად იწარმოება, რომელმაც ომი, რომელიც უკრაინამ რამდენიმე წრეში უნდა წაეგო, გადააქცია ბრძოლად, რომელსაც უკვე 4 წელზე მეტი აგრძელებს. 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო გამარჯვების აღლუმისთვის მზადება, როგორც კი მისი პირველი ჯარისკაცები საზღვარს გადალახეს. ბევრი დასავლური სადაზვერო შეფასება მიუთითებდა, რომ კიევი შეიძლება რამდენიმე დღეში ან მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში დაცემულიყო. იმ დროს უკრაინას არ აწვდიდნენ ნატოს უახლეს იარაღს ან სისტემებს, რომლებიც მაღალი ინტენსივობის ომის მოსაგებადაა შექმნილი. ამის ნაცვლად ძირითადად იღებდა მოძველებულ აღჭურვილობას, რომლის დათმობაც მოკავშირეებს შეეძლოთ. მათგან ბევრი უკვე ჩამოსაწერად იყო დაგეგმილი. უკრაინამ მიიღო 80 წლის ჯავშან ტექნიკა, მოხსნილი საარტილერიო დანადგარები და საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც ღიად იცვლებოდა ახალი მოდელებით. რაც არ უნდა ყოფილიყო, ნატოს საწყობებში მტვერში დაფარული, უკრაინა იღებდა როგორც გულუხვი დახმარების ნაწილს. მაგრამ ნებისმიერი დახმარება მისაღები იყო, რადგან უკრაინას საკუთარი არაფერი ჰქონდა. ეს იყო საწყისი წერტილი. 4 წლის შემდეგ, სწორედ ეს ქვეყანა ახლა ნატოს სამხედროებს წურწნის. ამავე დროს ის აწვდის მოკავშირე ქვეყნების მთავრობებს საბრძოლო ტექნოლოგიებით და მასპინძლობს დასავლეთის თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებიც სწავლობენ, როგორ ქმნის უკრაინა იარაღს უფრო სწრაფად და იაფად, ვიდრე ისინი. და არის ერთი ცვლილება, რომელიც ყველაზე მეტად ხსნის, როგორ მოხდა ეს. უკრაინა გადაიქცა მსოფლიოში უპირველეს დრონული ომის ლაბორატორიად. და მან ეს გააკეთა უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს, მათ შორის საკუთარ მთავრობას ეგონა. უნდა დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ ქონდა უკრაინას სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ იარაღის შემქმნელი გამხდარიყო. რუსეთის შემოჭრილი ძალა თითქმის ყველა ტრადიციულ კატეგორიაში, არტილერიაში, ტანკებში, ავიაციაში, ფრთოსან რაკეტებში და ცოცხალ ძალაში უკრაინის ძალებს აღემატებოდა. უკრაინა ვერ შეძლებდა რუსეთზე მეტი ტრადიციული იარაღის წარმოებას და ის იარაღიც კი, რომელიც დასავლეთიდან მიიღო, ნელა, შეზღუდული რაოდენობით და ხშირად პოლიტიკური პირობებით მოდიოდა. მაგალითად, უკრაინამ პირველ 2 წელიწადში მიღებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღების უმეტესობა ვერ გამოიყენებოდა უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რაც მათ მხოლოდ ოკუპირებულ მიწებზე შეზღუდული დარტყმებისთვის ხდიდა გამოსადეგს. რაც უკრაინას ჰქონდა, იყო პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერობის ინჟინრების დიდი რესურსი, სტარტაპ კულტურა, რომელიც მის IT აუთსორსინგის ინდუსტრიიდან იყო ჩამოყალიბებული და საბრძოლო ველი, რომელიც სასტიკ და მუდმივ უკუკავშირს აძლევდა იმას, რაც მუშაობდა და იმას, რაც ჯარისკაცებს კლავდა. ასე რომ, საჭიროება დოქტრინად გადაიქცა. დრონები პასუხად იქცა. ისინი იაფი იყო, სწრაფად იხვეწებოდა და მათ არ სჭირდებოდათ ისეთი მასშტაბის ინდუსტრიული ბაზა, როგორიც რუსეთს აქვს. ამ ცვლილების პირველი ტალღა ისაა, რაც ომისთვის თვალყურის მადევნებელთა უმეტესობამ უკვე იცის. პატარა კომერციული კვადროკოპტერები თავიდან გადაკეთდა სადაზვერვოდ და შემდეგ შეტევისთვის. უკრაინის მთავრობამ შექმნა ის, რასაც დრონების არმიას უწოდებდა. სახელმწიფო მხარდაჭერილი პროგრამა, შესაძენად, მოსამზადებლად და ფართო მასშტაბით დანაყოფებისთვის პირველი პირის ხედვის დრონების დასარიგებლად. მოხალისეებმა და ჯარისკაცებმა სამომხმარებლო დრონებზე, რომლებიც ქორწილების და უძრავი ქონების გადაღებისთვის იყო შექმნილი, ასაფეთქებლები დაამაგრეს და ისინი ზუსტი იარაღებად გადააქციეს, რომლებსაც ტანკის განადგურება რამდენიმე ასეული დოლარად შეეძლეძლოთ. ისინი უხეში, მაგრამ ეფექტური იყო. ომის მესამე წლისთვის FPV დრონების დარტყმები განადგურებული რუსული ჯავშან ტექნიკის უმეტესობაზე იყო პასუხისმგებელი. ერთ-ერთი ფართოდ ციტირებული უკრაინული შეფასებით, დრონები რუსული საბრძოლო დანაკარგების 80%-ზე მეტზე იყვნენ პასუხისმგებელი. ამ ზუსტი მაჩვენებლის დამოუკიდებლად გადამოწმება რთულია, მაგრამ ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ დრონები ბრძოლის ველზე მთავარი იარაღი გახდა. ამ ცვლილების უკამდგომი წარმოების მოდელი თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ დრონები. უკრაინამ ეს სისტემა ისე ააწყო, როგორც სტარტაპები ქმნიან პროდუქტებს. მან ასობით მცირე მწარმოებელი გამოიყენა. ზოგიერთი მათგანი მუშაობდა გარაჟებიდან და გადაკეთებული სახელოსნოდან, მაგრამ მწარმოებლების რაოდენობის გარდა მნიშვნელოვანი იყო მასშტაბიც და ტემპიც. უკრაინა პლატფორმებსა და საბრძოლო დატვირთვებს კვირების განმავლობაში ციკლურად აუმჯობესებდა, წლების ნაცვლად. ამას პირდაპირ ეხმარებოდნენ ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები. ისინი რამდენიმე დღეში აძლევდნენ უკუკავშირს, რა მუშაობდა და რა ვერა, როგორც კი ახალი პარტია ფრონტს მიაღწევდა. ამ დეცენტრალიზაციამ ასევე თავდაცვითი სიძლიერეც გამოავლინა. რუსეთს შეუძლია და მართლაც ესხნის უკრაინის თავდაცვის ობიექტებს, მაგრამ არ არსებობს ერთი კონკრეტული ქარხანა, რომლის განადგურებაც უკრაინის დრონების წარმოებას მნიშვნელოვნად დააზარალებდა. დრონების ომმა ასევე შეცვალა ფრონტის ხაზი. ის ტრადიციული სანგრების ომისგან უფრო გაჯერებულ სასიკვდილო ზონად იქცა. ფრონტის კილომეტრები მუდმივად კონტროლდება სადაზვერვო დრონებით და დაფარულია FPV ჯგუფებით, რომლებიც თითქმის ყველაფერს ესხმიან თავს, რაც კი იქ მოძრაობს. ამ ზონაში წინსვლა ორივე
მხარისთვის უკიდურესად ძვირი დაჯდა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომაც ფრონტის ხაზი ზოგიერთ ადგილას თითქმის არ შეცვლილა, მიუხედავად ორივე მხარის უზარმაზარი დანაკარგებისა. ადვილად შესამჩნევი არ არის, რამდენად სწრაფად გაიზარდა ტექნოლოგიური სიფთულე, მას შემდეგ რაც პირველმა ტალღამ თავისი ეფექტურობა დაამტკიცა. უკრაინა არ გაჩერებულა მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ კვადროკოპტერებზე. უკრაინამ დაიწყო სპეციალურად დარტყმისთვის განკუთვნილი დრონების ოჯახების განვითარება, როგორიცაა FP სერიის F-ჯერადი დამტყმელი სისტემები, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა უფრო შორი მოქმედების რადიუსისა და უფრო მძიმე საბრძოლო დატვირთვისთვის, ვიდრე ბაზარზე არსებული ნებისმიერი მოწყობილობა. ეს იყო ადგილობრივად შექმნილი საბრძოლო მასალა, რომელიც თავიდანვე მასობრივი წარმოებისთვის იყო განკუთვნილი და შექმნილი იყო იმ სამიზნეების დასარტყმელად, რომლებსაც უკრაინა თავისი არსებული სარაკეტო არსენალით ვერ წვდებოდა. საწვავის საცავები, საბრძოლო მასალის საწყობები და ავიაბაზები რუსეთის ტერიტორიაზე, ქვეყნის სიღრმეში. უკრაინამ ასევე გამოიყენა ისეთი სისტემები, როგორიცაა ბუროვი, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა და დრონების ჰიბრიდები, რომლებმაც წაშალეს ზღვარი საარტილერიო ჯვრსა და უპილოტო საფრენ აპარატს შორის, რადგან ეს განსხვავება მნიშვნელობას აღარ წარმოადგენდა. მთავარი იყო მოქმედების რადიუსი, ერთეულის ღირებულება და რამდენის გაშვება შეგეძლო ერთ ღამეში. ზღვაზე უკრაინას ასევე ჰქონდა პრობლემა, რომელიც თეორიულად გადაუჭრელი ჩანდა. ომის პირველ თვეებში მას თითქმის აღარ დარჩა სამხედრო საზღვაო ფლოტი. მაშინ როცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ჯერ კიდევ ჰყავდა კრეისერები, წყალქვეშა ნავები და შეეძლო უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება. უკრაინის პასუხი იყო მაგურას ოჯახის უპილოტო ზედაპირული ხომალდები, სწრაფი, დაბალპროფილიანი დრონ-ნავები, რომლებიც სავსეა ასაფეთქებლებით, დისტანციურად იმართება და იმდენად იაფია, რომ მათი დიდი რაოდენობით დაკარგვას მნიშვნელობა არ აქვს. ამ დრონ-ნავებმა ის გააკეთეს, რაც 2022 წელს აბსურდულადაც კი ჟღერდებოდა. მათ აიძულეს რეალური საბრძოლო ხომალდების მქონე ფლოტი, დაეტოვებინა შავი ზღვის დასავლეთის უმეტესი ნაწილი. რუსული ხომალდები, რომლებიც ადრე თავისუფლად პატრულირებდნენ უკრაინის სანაპიროსთან, დაიწყეს მოქმედება უფრო აღმოსავლეთით მდებარე პორტებიდან, დრონ-ნავების მოქმედების არესპისარეს მიღმა. რადგან ქორვეტის ან სადესანტო ხომალდის დაკარგვა უპილოტო ნავთან ბრძოლაში, რომელიც სამიზნის ფასის მხოლოდ მცირე ნაწილს ღირს, რუსული ფლოტისთვის მიუღებელი გათვლა იყო. წარმოიდგინეთ, ქვეყანამ, რომელსაც ფაქტობრივად ფლოტი არ აქვს, რეგიონულ საზღვაო ძალას საკუთარი სანაპიროსთან მოქმედების შესაძლებლობა წაართვა. ეს უბრალოდ ტაქტიკური გამარჯვება არ არის, ეს საზღვაო ძალის არსის გადახედვაა. უკრაინა ამ კონცეფციას მუდმივად ავითარებდა. მოგვიანებით ამ უპილოტო ნავების ვარიანტები საჰაერო თავდაცვის რაკეტებით აღიჭურვა. ამით ეკიპაჟის გარეშე მოქმედი ზედაპირული ხომალდი გადაიქცა პლატფორმად, რომელსაც შეეძლო ვერტფრენებისა და ფიქსირებული ფრთის მქონე თვითფრინავების ჩამოგდება. ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთს კიდევ ერთი გზა დაეკეტა ამ ნავების მოსაძებნად და გასანადგურებლად. ეს ერთი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ნიშნავდა, რომ რუსეთის საზღვაო ავიაცია ვეღარ აღიქონდა უპილოტო ნავებს, როგორც მარტივ და უსაფრთხო სამიზნეს. ეკიპაჟის გარეშე მოქმედი ხომალდი უბრალო შემაწუხებელი ფაქტორიდან ნამდვილ წვდომის შემზღუდავ საფრთხედ იქცა, რაც აიძულებდა რუსი მეთაურებს ორჯერ ეფიქრათ, სანამ შავი ზღვის თავზე ეკიპაჟიანი თვითფრინავების გაგზავნას გადაწყვეტდნენ. იგივე ლოგიკა გავრცელდა რუსეთის თავზეც. უკრაინის შკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დარტყმითმა დრონებმა დაიწყეს იმ სამიზნეების დაზიანება, რომლებიც ადრე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ხელშეუხებლად მიიჩნეოდა. უკრაინამ დაარტყა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადარის ობიექტებსა და ავიაბაზებს, ასობით და საბოლოოდ 1000 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრონტის ხაზიდან. მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებმა შესამჩნევად შეამცირა რუსეთის საწვავის ექსპორტი და მისი შესაძლებლობა მიეწოდებინა საწვავი საკუთარ სამხედრო ძალებისთვის. ეს იყო ზეწოლის ფორმა, რომელსაც უკრაინა ახორციელებდა, ისე რომ არც ერთი პილოტირებული თვითფრინავი არ გადაუფრენია რუსეთის საჰაერო სივრცეში. 2025-26 წლებში სხვადასხვა დროს დრონების დარტყმებმა დროებით შეაფერხა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 40%, თუმცა ამ სიმძლავრის დიდი ნაწილი მოგვიანებით აღდგა. და შემდეგ არის ოპერაცია ობობის ქსელი, მთელი ომის ერთ-ერთი ყველაზე თამამი დარტყმა. უკრაინის დაზვერვამ საბრძოლო დრონები რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეაპარა, სპეციალურად მოდიფიცირებულ სათვირთოებში დამალული და ერთდროულად გაუშვეს ისინი რამდენიმე სტრატეგიულ ბომბდამშენთა ბაზაზე, რომლებიც ერთმანეთისგან 1000 კილომეტრით იყო დაშორებული. ოპერაციამ გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შორმანძილზე მოქმედი ავიაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. თვითფრინავები, რომელთა შეცვლასაც წლები და უზარმაზარი ხარჯები დასჭირდებოდა, იარაღით, რომელიც თითოეულ შემთხვევაში თითქმის არაფრად ღირს იმ ბომბდამშენებთან შედარებით, რომლებსაც დაარტყეს. ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ დრონებით ომი მხოლოდ წინა ხაზის ტაქტიკა აღარ იყო. ეს იყო სტრატეგიული იარაღი, რომელსაც შეეძლო მოწინააღმდეგის უკანა ზონებში შეღწევა და ისეთი ზარალის მიყენება, როგორცაც უკრაინის ტრადიციული შესაძლებლობები ვერასდროს მიაღწევდა. 2025 წლისთვის უკრაინამ იგივე მიდგომა მიწაზე გაავრცელა. მან წარმოადგინა უპილოტო სახმელეთო მანქანები, რომლებიც არსებითად შეიარაღებული ან ლოგისტიკური რობოტებია. ისინი გამოიყენებოდა წინა ხაზზე პოზიციების მომარაგების, პის მომარაგებისთვის, დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ბრძოლისთვისაც. ყოველივე ეს ისე, რომ მანქანაში ადამიანი არ იჯდა. და ომის მიმდინარე ფაზაში საზღვარი კვლავ გადაიწია უფრო ავტონომიური და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მიზანში ამოღებისა და ნავიგაციისკენ. ეს ამცირებს უკრაინის დამოკიდებულებას რადიოკავშირის მიმართ, რომელსაც რუსეთის ელექტრონული ბრძოლა სულ უფრო ეფექტურად ახშობს. ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის დრონები, რომლებიც დაცულია ჩახშობისგან, რადგან მათ ოპერატორთან ფიზიკური კავშირი აქვთ, სწრაფად გახდა ომის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ადაპტაცია. დრონები იმდენად გავრცელდა, რომ ფრონტის ხაზი მალე დაფარული იყო ჩამოგდებული აპარატებისგან დარჩენილი თავისუფალი ოპტიკური ბოჭკოებით. არსებობს ცნობები, რომ ადგილობრივი
ადგილობრივ ბაზარზე ოპტიკური კაბელების ფასები მკვეთრად გაიზარდა მოულოდნელი მოთხოვნის გამო. საბოლოოდ მეორე მხარეც დაიწყო ადაპტაცია. რუსეთმა მიიღო ზომები და საკუთარი მასიურად წარმოებული საბრძოლო დრონები გამოიყენა. მათგან ბევრი ირანული დიზაინის შაჰიდის ვერსია იყო, ლიცენზიით ატყობილი, რომლებიც უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას ღამის დაბომბებში ესხმოდნენ თავს. უკრაინა დგებოდა იმ ეკონომიკური გამოწვევის წინაშე, რომ რამდენიმე $1000 ღირებულების დრონის ჩამოგდებას ასეულობით $1000 ღირებულების გადამჭერი რაკეტით ცდილობდა. გარდა ამის, გადამჭერი რაკეტები ძირითადად დასავლეთის მიერ იყო გადმოცემული და შეზღუდული რაოდენობით მოდიოდა. ამიტომ უკრაინამ შეიმუშავა საკუთარი IAP ანტიდრონული დრონები, რომლებიც შექმნილი იყო შემოსული შაჰიდების დასადევნებლად და გასანადგურებლად ტრადიციული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან შედარებით ბევრად ნაკლებ ფასად. უკრაინამ ასევე გამოიყენა ისეთი სისტემები, როგორიცაა Sunray, ლაზერული იარაღი, რომელიც განკუთვნილია დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისე რომ არც ერთი ტყვია არ იხარჯება, რაც ამავე ხარჯების პრობლემას სრულიად სხვა კუთხით წყვეტს. ეს არის უკრაინის დრონების ისტორიის ის ნაწილი, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი უცხოური ყურადღება მიიპყრო, რადგან აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა დასავლური არმია ახლა ზუსტად იმ პრობლემაზეა შეშფოთებული, რომელსაც უკრაინა უკვე 3 წელი აგვარებს. როგორ უნდა შეაჩერო IAP, მასობრივად წარმოებული დრონები ისე, რომ საჰაერო თავდაცვის ბიუჯეტი არ გააკოდრო. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ მიიღოთ ყველა სიახლე ფრონტიდან და გლობალური გეოპოლიტიკიდან. ეხლა 4 წელზე ნაკლებ დროში უკრაინამ თითქმის ნულიდან შექმნა საკუთარი საბრძოლო დრონების პროგრამა. იძულებული გახადა რეგიონული საზღვაო ძალა დაეტოვებინა საკუთარი სანაპირო წყლები. უპილოტო ნავების გამოყენებით განავითარა შორ მანძილზე მოქმედი დათმის სისტემები, რომლებიც სტრატეგიულ ობიექტებს მტრის ტერიტორიაზე სიღრმეში აზიანებს. შექმნა ეფექტური და IAP ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა დრონების წინააღმდეგ, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო სწავლობს. და მიწისზედა რობოტიკა გადაიყვანა ბრძოლის ველზე ყოველდღიურ გამოყენებაში. თითოეული ამ მიღწევიდან ცალ-ცალკე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებაა. ერთად კი ისინი უფრო დიდ რამეს ხსნიან, ვიდრე ცალკეული იარაღის პროგრამა. როგორ შეძლო ქვეყანამ, რომელსაც მოწინააღმდეგეზე ბევრად ნაკლები ადამიანური რესურსი და სამრეწველო ბაზა აქვს, ბრძოლა წლების განმავლობაში გაეგრძელებინა, ვიდრე თითქმის ვინმეს ეგონა. დრონები უკრაინის საომარი ძალისხმევის უბრალო დანამატი არ ყოფილა. ისინი იქცნენ ყველაფრის შემცვლელად, რაც უკრაინას არ ყოფნიდა, მათ შორის ჯარისკაცებისაც. და ეს უკვე დღევანდელ ვითარებამდე გვიყვანს. ომის უმეტეს ნაწილში სამხედრო ცოდნის ნაკადი ერთ მიმართულებაში მიდიოდა. ნატოს ქვეყნები ამზადებდნენ უკრაინელ ახალწრეულებს, ხშირად გაერთიანებულ სამეფოში, პოლონეთში და სხვა ადგილებში ჩატარებულ პროგრამებში, სადაც ჯარისკაცებს ასწავლიდნენ ჩვეულებრივ ქვეითთა ტაქტიკებს და სხვადასხვა სახეობის ჯარების კოორდინირებული მოქმედების ტაქტიკებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში სულ რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო პირები იყვნენ. მაგრამ თანდათან ეს ერთმხრივი პროცესი აღარ იყო. დასავლურ-სასწავლო პროგრამებში მონაწილე უკრაინელმა ჯარისკაცებმა გავრცელებული ინფორმაციით უარი თქვეს იმ ტაქტიკებზე, რომლებიც ნატოს სასწავლო პოლიგონზე მუშაობდა, მაგრამ რუსული დრონების დაზვერვისა და არტილერიის რეაგირების დროის პირობებში სიკვდილს გამოიწვევდა. ამით მათ რეალურ ფრონტზე მიღებულ გაკვეთილებს ამ პროგრამების დახვეწაში იყენებდნენ. როდესაც პოლონეთმა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ახალი სასწავლო ცენტრი გახსნა, მისმა თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გამოცდილების გაცვლა ორმხრივი იქნებოდა. პოლონეთი ისევე ისარგებლებს უკრაინული ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილებით, როგორც თავად უზრუნველყოფს წვრთნას. ეს ნატოს წევრი ქვეყნისთვის განსაკუთრებული აღიარებაა, მაგრამ ქვეყანა, რომლის ჯარისკაცებიც წვრთნებზე მიდიან, გარკვეულ მნიშვნელოვან ასპექტებში გამოცდილების გაცვლის უფრო გამოცდილ მხარეს წარმოადგენს. ალიანსმა ასევე შექმნა უკრაინის ერთობლივი ანალიზის, წვრთნისა და განათლების ცენტრი, ანუ JATEC-ი. სპეციალურად იმისთვის, რომ ეს რეალური საბრძოლო გამოცდილება ალიანსის მომავალი კონფლიქტებისთვის მზადების პროცესში ჩაშენდეს. უკრაინის დრონები ახლა ტესტირებისთვის გამოიყენება. შეუძლია თუ არა ნატოს დანაყოფებს გაუძლონ ინგვარ დრონების მასიურ შეტევას, როგორცაც უკრაინული ძალები ყოველდღე აწყდებიან ფრონტის ხაზზე. უკრაინა ასევე აგზავნის საკუთარ ინსტრუქტორებს გერმანიის არმიის სკოლებში, რათა ასწავლონ ის, რაც მისმა ჯარისკაცებმა ისწავლეს. დანია მოიწვია უკრაინელი დრონების სპეციალისტები, რათა დაეხმარონ საკუთარი დრონების საწონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების შექმნაში. პოლონეთმა გამოაცხადა ახალი დრონების ფლოტის შექმნა, რომელიც პირდაპირ უკრაინულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ეს მხოლოდ რამდენიმე ცალკეული გაცვლითი პროგრამა არ არის. ეს არის ტენდენცია ნატოს რამდენიმე წევრ ქვეყანაში, რაც ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის. ალიანსი მიიჩნევს, რომ უკრაინამ თანამედროვე ომზე ისეთი რაღაცები ისწავლა, რაც მის არც ერთ წევრს თავად არ ქონია შესაძლებლობა ესწავლა, რადგან არც ერთი მათგანი არ იბრძვის თანაბარ შესაძლებლობების მქონე მოწინააღმდეგესთან ასეთი ინტენსივობით წლების განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რამდენად უჩვეულოა მთელი ეს სიტუაცია. უკრაინა ნატოს წევრი არ არის. მან მთელი ომის განმავლობაში ალიანსს თხოვდა იარაღს, საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელთა წარმოებაც თავად საკმარისად სწრაფად არ შეეძლო. და მაინც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმავე ქვეყანას უსაფრთხოების შესაძლებლობების წმინდა ექსპორტიორად აღწერს. ეს მხოლოდ დიპლომატიური ქება არ იყო. ეს ასახავდა უფრო ფართო შეფასებას, რომელსაც რამდენიმე ნატოს მთავრობა იზიარებდა. უკრაინის დრონების ოპერატორებმა, ინჟინრებმა და წინა ხაზის
კანონმდებლობებმა დააგროვეს ოპერაციული ცოდნა, რომელსაც მშვიდობიან პერიოდში ჩატარებული ვარჯიშები ვერასდროს მისცემდა. ინტერესი უკრაინული ტექნოლოგიების მიმართ იგივე გზით განვითარდა, როგორც უკრაინული ტაქტიკის მიმართ და ეს დაჩქარდა კონკრეტული მიზეზის გამო. როდესაც ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი გამწვავდა და შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერთო ირანული დრონებისა და რაკეტების შეტევის შეტევების აღკვეთაში, ამერიკულმა და მოკავშირე ძალებმა პირდაპირ შეეჯახნენ იმ პრობლემას, რომლის გადაჭრაზეც უკრაინას უკვე წლები ჰქონდა დახარჯული. როგორ დაიცავ თავს დიდი რაოდენობის იაფასიანი ერთჯერადი დრონებისგან, ისე რომ არ ამოწურო საჰაერო თავდაცვის ძვირადღირებული გადამჯერების მარაგი, რომლებიც სხვა ტიპის საფრთხისთვისაა შექმნილი. ამ მომენტმა გავრცელებული ინფორმაციით უცხოური ინტერესის ზრდა გამოიწვია უკრაინის იაფასიან გადამჯერ დრონებსა და იმ ოპერაციულ გამოცდილებაზე, რომელიც მის საჰაერო თავდაცვის ჯგუფებს ჰქონდათ დაგროვებული ყოველღამე შაჰიდის შეტევების მოგერიებისას. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მაქნოლოგიები და მრჩევლები ახლა იმ რეგიონშიც გამოიყენება და სწორედ იმ ტიპის დრონების საწინააღმდეგო გამოცდილებას აწვდიან, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკრაინის მასშტაბის დონეზე არსად არსებობდა. გავრცელებული ინფორმაციით უკრაინამ გამართა მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან მასშტაბური დრონების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინა გაუზიარებს თავის ბრძოლაში გამოცდილ დრონების ტექნოლოგიასა და წარმოების ცოდნას, ხოლო სანაცვლოდ შეიძენს სხვა კატეგორიის იარაღებს ამერიკელი მომწოდებლებისგან. ეს შეთანხმება ფაქტობრივად აღიარებს, რომ უკრაინის მცირე დრონების გამოცდილება აღემატება იმას, რასაც აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრია ანალოგიურ ფასად აწვდის. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება თავდაცვის შესყიდვების ჩვეულებრივ პრაქტიკაში, სადაც როგორც წესი, მცირე საომარი ეკონომიკა ითხოვს უფრო დიდ მოკავშირეებთან თავიანთ სისტემებზე წვდომას. აქ კი უფრო დიდი და მდიდარი ნატოს წევრები რიგში დგანან იმისთვის, რომ მიიღონ წვდომა იმაზემა, ომაც ქვეყანამ, რომელიც ჯერ კიდევ აქტიური დაბომბვის ქვეშაა, შეძლო შეექმნა. უმეტეს შემთხვევაში ეს შეთანხმებები გულისხმობს უკრაინული დიზაინის დრონების წარმოების დაწყებას პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე და არა მზა უკრაინული ტექნიკის საზღვარგარეთ გაგზავნას. ეს განსხვავება რამდენიმე მიზეზის გამო მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს საშუალებას აძლევს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას, რომ მეტი საწარმოო შესაძლებლობა საკუთარი ფრონტის მომარაგებაზე მიმართოს, სადაც მოთხოვნა ჯერ კიდევ ბევრად აღემატება იმას, რასაც ნებისმიერი ერთი ქარხანა შეძლებს აწარმოოს. მეორეც, ეს ამცირებს რისკს, რომ წარმოება რუსული რაკეტების დარტყმით განადგურდეს, რადგან დრონების დამამზადებელი ობიექტი საერთოდ აღარ მდებარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. და ბოლოს ეს პარტნიორ ქვეყანას აძლევს ბევრად უფრო ღირებულს, ვიდრე მზა პროდუქტი, საინჟინრო დოკუმენტაციას, ხარისხის კონტროლის პროცესებს და ბევრ შემთხვევაში პირდაპირ სამუშაო ურთიერთობებს იმ უკრაინულ გუნდებთან, რომლებმაც თავდაპირველად შექმნეს ეს სისტემა. უკრაინის მზა იარაღის ექსპორტი შეზღუდულია სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის ომის ძალისხმევა პრიორიტეტულია უცხოეთში გაყიდვებზე. მაგრამ ეს წარმოების გადაცემის მოდელი საშუალებას აძლევს კიევს გაავრცელოს თავისი ტექნოლოგიური გავლენა ისე, რომ არ გადაამისამართოს დრონები, რომლებიც მის საკუთარ ჯარისკაცებს სჭირდებათ ფრონტზე. შეცდომა იქნებოდა. ეს ყველაფერი ისე გავიგოთ, თითქოს უკრაინა სრულად თვითქმარი გახდა. უკრაინა კვლავ ძლიერად არის დამოკიდებული დასავლეთის მიერ მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ყველაზე მაღალი დონის საფრთხეებისთვის, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვაში, სადაც მას არ აქვს შიდა წარმოების შემცვლელი ისეთი სისტემებისთვის, როგორიცაა პატრიოტი. რაც შეიცვალა, ეს არის ურთიერთობის ბალანსი. უკრაინა ამ ომში შევიდა როგორც ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი სჭირდებოდა და სანაცვლოდ მადლიერების გარდა არაფრის შეთავაზება შეეძლო. ის 4 წლიანი მძიმე სასტიკი ბრძოლის შემდეგ გამოდის როგორც ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება დასავლური მოწინავე ტექნიკა, მაგრამ სულ უფრო მეტად შეუძლია გადაიხადოს მასზე წტომისთვის. ნაწილობრივ იმ ექსპერტიზით, რომელიც ალიანსის დანარჩენ ნაწილს არ გააჩნია. უკრაინის ოფიციალური პირები ამას განიხილავენ როგორც განზრახ სტრატეგიულ ცვლილებას. დახმარების თხოვნისგან გადადის იმგვარი გრძელვადიანი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პარტნიორობის შექმნაზე, რომელიც თავად ომზე დიდხანს გასტანს, როცა და როგორც არ უნდა დასრულდეს ის. აბა, რა შეცვალა ყველაფერი სინამდვილეში? ეს არ ყოფილა ერთი იარაღის სისტემა და არც ერთი ბრძოლა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლობა მაიძულა 2022 წელს და რომელიც ყოველ წელს მიზანმიმართულად უფრო მკვეთრი გახდა. დრონების აღქმა არა როგორც დამხმარე ინსტრუმენტის, არამედ როგორც ბირთვი იმისა, თუ როგორ იბრძოლებდა უკრაინა ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა რუსეთთან იარაღით, ტანკით ან ჯარისკაცით, თანაბრად დაპირისპირებით. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია საზღვაო დრონების კამპანია, რომელმაც ფლოტი საკუთარ წყლებიდან გააძევა. მან შექმნა დარტყმის დრონების პროგრამა, რომელსაც შეუძლია მტრის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა და სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზებზე ერთიანი კოორდინირებული ოპერაციით დარტყმა. მან შექმნა დრონების საწინააღმდეგო დოქტრინა, რომელსაც ახლა სწავლობს და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ კიევიდან ყიდულობს ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი თანამედროვე საჰაერო ძალაზე, შეერთებული შტატები. და მან დააგროვა საკმარისი საბრძოლო გამოცდილება, რომ ნატომ შექმნა მთელი ინსტიტუტი, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ცოდნა არ დაიკარგოს, როცა ოდესმე იარაღი დადუმდება. უკრაინამ ომი მხოლოდ დრონების დანერგვით არ გადაურჩა. მან თავიდან დაწერა ის თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამხედრო ძალა დანარჩენი მსოფლიოსთვის და ეს გააკეთა მაშინ, როცა ყოველდღე საკუთარი გადარჩენისთვის იბრძოდა. ამ მიდგომამ ყველაფერი შეცვალა. ყველა სამხედრო ძალა, რომელიც ამ ომს ყურადღებით აკვირდება, ამას კარგად იცის. ამასობაში რუსეთში სიტუაცია საპირისპიროდ ვითარდება. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სულ უფრო იზოლირებული ხდება.
და უკვე მისი ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი კრემლში აღარ არიან დარწმუნებულები მის ძალაუფლებაში დარჩენის შანსებში. მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ, რომ მიიღოთ მეტი სიახლე გლობალურ მოვლენებზე.